დაენიშნოს ახალი არჩევნები და დაკავებულები ახალ წლამდე გათავისუფლდნენ. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც ხელს თავისუფალი ბიზნესები აწერენ. ეს არის პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო შეიქმნა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე განურჩევლად მათი პოლიტიკური პრეფერენციებისა. ბიზნესის წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების შესახებ ბიზნეს მედია ჯორჯიას დაფუძნებელ გიორგი ისაკაძესთან ისაუბრეს. ჩინური ან რუსული ფულით ჩანაცვლდება დასავლური ინვესტიციები და დასავლური და შემოსული თანხები ამ უახლოეს პერიოდში 2-3 თვეში და 4 თვეში ძალიან მე მგონი არარეალისტური მოლოდინები გააჩნია. ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში მთავარი თანხები უცხოური ვალუტის შემოდინება ხდებოდა ევროპიდან და ამერიკიდან. ეს იყო ევროპული საინვესტიციო ფონდები, ეს იყო ევროპული ინვესტიციები, რაც შემოდიოდა ქვეყანაში და ეს იყო ევროპული და ამერიკული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ევროპის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი თუ სხვა ასეთი ინსტიტუტები და ეს ფული მოაკლდება დღეს ქვეყანას. ამ ფულის ჩამნაცვლებელი ვერ იქნება ვერც ჩინური ფული და ვერც რუსული ფული. შესაბამისად, კოლაფსი გადაუვალია უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში თუ ძალიან ქმედითი დაბიჯები არ იქნება გადადგმული. თანამედროვე ბიზნესი ვერ იქნება იზოლირებული ქვეყნის შიგნით და რაღაცა შიდა ოპერაციებზე ვერ იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც საქართველოში ოპერირებს, დამოკიდებულია რაღაც ტიპის იმპორტზე, დამოკიდებულია სხვა გასაღების ბაზრებზე, დამოკიდებულია ინსტრუმენტებზე, რომლებიც არის საერთაშორისო ინსტრუმენტები და დამოკიდებული არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გადარიცხვებზე. რომელიც შეეზღუდა ბელარუსიას, შეეზღუდა რუსეთს და ეგრე შეეზღუდა საქართველოს. შემდეგ, რა ვიცი, ალბათ ბიზნესების 80% ერთ დღეში დასრულდება, იმიტომ რომ ვიცით, რამდენი არის იმპორტზე მიბმული, რამდენი არის სხვადასხვა უცხოურ ოპერაციებზე მიბმული. ჩვენ ვართ ასე რომ ვთქვათ, მომავლის ადამიანები, მომავლის ბიზნესები, ჩვენთვის არის ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ის საფრთხეები, რის წინაშეც დავდექით, საფრთხეც აღარ ქვია უკვე პრინციპში ფაქტათაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ, მაგრამ მაინც ჯერჯერობით ესე განვაცხადოთ იმ საფრთხეების წინაშე, რომ ჩვენ პრაქტიკულად ხვალ ზეგ გადაგვეკეტება წვდომა იმ ქვეყნებთან და კომუნიკაციის საშუალება, რომლებმაც პრაქტიკულად წარმოშეს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გიგანტები და დღემდე ოპერირებენ ამ ქვეყნებიდან. ხო, ეს ევროპის ქვეყნები იქნება, თუ ეს ამერიკა იქნება, ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეული. როგორ უნდა განვითარდეთ, მით უმეტეს რომ საქართველოში IT სფერო ჯერჯერობით კიდევ არ არის იმ ასე რომ ვთქვათ დონეზე, რა დონეზე შესაძლებელია იყოს ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. შესაძლოა ჩვენ უფრო ძლიერი იზოლაციების წინაშე აღმოჩნდეთ, ვიდრე ეს შეიძლება იყოს სხვა ტიპის სანქციები, მაგალითად ეხლა რასაც ვადევნებთ თვალყურს, ვინაიდან აი მოსახლეობისთვის და ზოგადად ადამიანებისთვის გასაგებენაზე რომ ვთქვათ, ვთქვათ რომ შეიძლება დაიკეტოს საქართველოსთვის მაგალითად YouTube და არ იყოს ხელმისაწვდომი, შეიძლება იყოს სოციალური მედიის სხვადასხვა მიმართულება, როგორიცაა Facebook, Instagram და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს, მაგრამ რისკი არის ძალიან რეალური იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვხვდებით პოლიტიკური იზოლაციის ველში. შესაბამისად, ეს გავლენას მოახდენს არა მარტო IT სექტორზე, მთლიანად მთელი სავაჭრო სისტემები, გადახდის სისტემები, სხვა ტიპის სისტემები, რომელზეც ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული. ეს ის არის, რაც აკლია ამ ხელისუფლებას, აკლია თავიდანვე ხელისუფლებას, აკლია საზოგადოებასთან სწორი გამართული ურთიერთობა. დღეს არის ძალიან მწვავე კრიზისი. აი ხათ უნდა მაგნიშნო, ხო, კრიზისზე გარდამავალია, გარდატეხა მართლაც ველბერძნულა თვითონ სიტყვა მაგას ნიშნავდა და გამოიყენებოდა დაავადებასთან მიმართებაში. როცა დაავადება ამწვავდებოდა, ამ პირიქით მცირდებოდა და დღეს რეალურად ეს არის ფაქტობრივად სიმსივნის კერა. მეტაფორებით რო ვლაპარაკოთ, რომელსაც ხანდახან ებრძვიან ქიმიოთერაპიით, კი. და ქიმიოთერაპიის უარყოფითი კონკრეტული შედეგი არის ის, რომ ის კლავს მათ შორის ჯანმრთელ უჯრედებს. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ეკოთ აისახება ჩვენზე. ძალიან ბევრი ხედავს, ძალიან ბევრი ადამიანმა უარი თქვა საქართველოს ჩამოსვლაზე ბიზნეს მიზნების გამო, სხვადასხვა რა თქმა უნდა ტურიზმზე საუბარი ალბათ არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, სადაც ესეთ სურათებს ხედავთ ყოველდღიურად და ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს. ბიზნესის მოთხოვნა ეს არის, რომ ეს უნდა შეწყდეს და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა მთავრობაზე არის, იმიტომ რომ ისინი წარმოადგენენ მთავრობას და მათ უნდა გადადგან ნაბიჯები იმასთან მიმართებით, რომ ეს შეწყდეს.
ახალი არჩევნები ჩვენი აზრით არის ყველაზე ოპტიმალური გზა ამის გაკეთების.